მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ 2026 წელში. ტრადიციულად გვექნება ჩვენ, რა თქმა უნდა, იანვრის თვის პროგნოზი. ვნახოთ იანვრის თვეში რა გელოდებათ, რა სიტუაციები იქნება თითოეული თქვენგანისთვის. არსებული გაშლა არის საჯარო გაშლა, პირადი კონსულტაციებისთვის შეგეძლიათ მომართოთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მოდით ვნახოთ. პირველი ვარიანტისთვის როგორი იქნება ზოგადი თვე, იანვრის თვე, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. ფინანსური მხარე როგორი იქნება, ორი კარტი ამოხვა პირველზე, რადგან ეს არის იყოს. და რა თქმა უნდა ვნახოთ ზოგადად რჩევა სამყაროსგან თქვენთვის. უფრო ვცლად თუ გაინტერესებთ, მომართეთ პირადში. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, მათ ვინც ვერ მოასწრო არჩევა შეუძლიათ დააპაუზოთ, დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული თვე პირდაპირ მნიშვნელობით იქნება საკმაოდ სტაბილური. ეს იქნება გაცნობიერების პერიოდი, ეს იქნება სწავლების პერიოდი, როდესაც ადამიანი გადადის ახალ საფეხურზე, ახალი თვე, ახალი საწყისები, ახალი გააზრება, ახალი მდგომარეობა. პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლებელია თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, ვისგანაც მიიღოთ გარკვეული სახის სწავლება, გარკვეული სახის მფარველობა, მზრუნველობა. პირდაპირ მნიშვნელობით გექნებათ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, როგორც სამყაროსგან, ასევე ადამიანის სახით. არსებული თვე თქვენთვის არის საკმაოდ კარგი, თუ კი რაიმე სწავლების პოზიციაზე გადახვალთ. ეს იქნება კონკრეტულად ახალი საქმიანობის მიმართულება, სამსახურეობრივი სიტუაციის კუთხით, ზოგადად რაიმე ახალი ინფორმაციების მოძიება, თუ ნებისმიერ სხვა მიმართულება. თავარი არის, თუ საკუთარი თავი განავითაროთ. არსებული თვე საკმაოდ სტაბილური არის, საკმაოდ კარგი არის, რაც თავარი არის მფარველობა გაქვთ საკმაოდ ძლიერი. მოდით ვნახოთ ფინანსების კუთხით რა მდგომარეობა გაქვთ. ფინანსების კუთხით პირდაპირ მიჩვენებს, რომ ნელ-ნელა ავტომატურად გამოდიხართ გარკვეული სახის სირთულეებიდან, აქამდე თუ გქონდა რაღაცა ისეთი დაბრკოლებები პირდაპირ მნიშვნელობით, ხო ეს დაბრკოლებები შეძლებისდაგ გადალახული არის და პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ აი ეს რაღაცა ციკლური პერიოდი, რაც გქონდა წრეზე სიარულის მდგომარეობა, ნელ-ნელა გასვლის პროცესში არის. კიდევ მოგიწევს გარკვეული კუთხით ცოტათი სირთულეებზე ტრიალის მდგომარეობა, მაგრამ ფინანსური და მატერიალური მხარე ზოგადი კუთხით, ხო, საკმაოდ უმჯობესდება. გარკვეული კუთხით სიზმრების სახით შეიძლება მიიღო მინიშნებები, რა როგორ გააკეთო. ასე რომ მატერიალურ კუთხითაც საკმაოდ კარგი სიტუაციები გაქვთ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს არჩევა სამყაროსგან. რაღაცა მომენტში საჭირო არის, რომ იყო განდეგილის პოზიციაში, გქონდეს საკუთარი თავისადმი ფიქრების მდგომარეობა, გააზრებულობა. დაფიქრდე რა არის შენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, რა არის შენ ცხოვრებაში პრიორიტეტი და სიმარტოვეში ზოგჯერ შესაძლებელი არის მიიღო გააზრება და გათვითცნობიერება რა არის შენთვის კარგი. სიმარტოვე ეს არ არის საშიში მდგომარეობა, სიმარტოვე საჭირო არის იმისთვის, რომ გავიზარდოთ, იმისთვის, რომ გავძლიერდეთ, იმისთვის, რომ მეტად დავაფასოთ არსებული სიტუაციები. რჩევის სახით პირდაპირ ამომდის, რომ ეცადე თუ პირდაპირ მნიშვნელობით არ გიხერხდება სიტუაციურად, რომ განმარტოვება საკუთარ თავთან გააკეთო ხოლმე და მუდმივად რაღაც გემები დაალაგო ფიქრები, თუნდაც დღის განმავლობაში 5-10 წუთი როგორმე სცადე, რომ მედიტაციურ მდგომარეობაში შეხვიდე ან გონება გაწმინდო, ეს საკმაოდ დაგეხმარება სიტუაციური კუთხით. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული სიტუაციები, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ზოგადად თვის მდგომარეობა საკმაოდ მხიარული გაქვს, საკმაოდ აქტიური, საკმაოდ ცეცხლოვანი, გექნება აქეთ-იქით სიარული სიტუაციურად, შეიძლება იყოს საქმიანი თვალსაზრისით, შეიძლება იყოს ეს წვეულებების კუთხით, ანუ მთელი თვე გექნება მოქმედების პერიოდი, ხო, აქტიურობა, ცეცხლოვან ენერგიებში ყოფნა. უნდა ეცადო, რომ მეტად შესამჩნევი გახდეს სიტუაციურად, მეტად წარმოაჩინო საკუთარი თავი, მეტად გააკეთო საკუთარი თავის დემონსტრირება, ხო? არ შეზღუდო შენი შესაძლებლობები, რაც გაგაჩნია, უკან არ დაიხიორო, სხვებისთვის მეტად შესამჩნევი გახდე და გარკვეული სახის კარგ სიტუაციებზე გახვიდე პირდაპირ მნიშვნელობით, ხო რაღაც აგებელი რომ მოიტანო სიტუაციური თვალსაზრისით. მოდით ზოგადად ვნახოთ ფინანსური მხარე თქვენთვის როგორი იქნება. ფინანსების კუთხით ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ არსებულ თვეში შეიძლება გააქტიურნენ ადამიანების კატეგორია, რომლებიც რაღაცა მომენტში დახმარების კუთხით შემოვიდნენ შენ ცხოვრებაში. ან შეიძლება საჩუქრის სახით რამე მოგცენ, შეიძლება გარკვეული კუთხით გითხარ, რომ აი ამაში დაგეხმარები. უბრალოდ გაითვალისწინე ესეთი რამ, რომ როდესაც რაღაცას გაძლევენ ან რაღაცას კვირდებიან, საპასუხო რეაქცია ყოველთვის აქვს, გოზეთი ეფექტი. სად როგორ რანაირად რას გთხოვენ, ხო? ამას მიაქცია ყურადღება, რომ ისე უბრალოდ
არ ხდება ეს ყველაფერი. ხდები კეთილის სურვილიდან გამომდინარე, იქნება სანაცვლოდ რაღაცის გაცემას მოითხოვენ შენგან, სანაცვლოდ რაღაცის დახმარების მომენტს მიიღებენ, ანუ გაიაზრე ვისგან იხება დახმარების მომენტს, ვისგან იღებს საჩუქრის თემას და რამდენად გიღირს ეს ყველაფერი. ხო, შემოსავლები ესე თუ ისწრება პატარ-პატარა იქნება, მაგრამ ზედაც სტუნების პერიოდები გექნება არსებულ პერიოდში და გაიაზრე რამდენად რა როგორ რანაირად გიღირს, ხო, ანუ რამდენად გჭირდება რომ ამ კუთხით დანახაჯი გააკეთო ან მიმღებლობა, ხო? მოდით რჩევის სახით პირდაპირ ქურუმიქალი ამოგდის, ყურადღება მიაქცე შენ ინტუიციურ მდგომარეობას, შენ სიზმრებს, შენ შეგრძნებებს, შენ განწყობას, საკმაოდ ძლიერად იქნება შენთვის აქტიური არსებული ინტუიცია და ყოველთვის მოგცემს იმ პასუხებს, რაც მნიშვნელოვანია და რაც მართალი არის. არ უკუაგდო შენი შეგრძნებები, შენი პოტენციალი რაც გაგაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნები წაგებულ პოზიციაში, მეტად უსმნე შინაგან ხმას. და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტისთვის არსებული თვე იქნება ახალი საწყისები, ახალი მდგომარეობა, სიცოცხლის უნარიანობა, ნულოვანი არკანი ამოდის, ხო ეს არის ახალი შესაძლებლობები, ახალი საწყისები პირდაპირ მნიშვნელობით. ჩათვალე, რომ შენ აქტიურობაზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული და შენ როგორი კუთხითაც მეუდგები არსებულ სიტუაციებს და რამდენ ფიზიკურ და მენტალურ დანახაჯს გააკეთებ, რამდენ ჩართულობასაც ისე წაგივა თელი თვე. მთლიანობაში თვე ჩათვალე, რომ ახალი სუფთაფურცელი გააქვს და სუფთაფურცლიდან დაიწყე ყველაფერი სიტუაციები. შენზე დამოკიდებული რას როგორ გააკეთებ. ამას მიაქცია მეტი ყურადღება. თელი თვე ჩათვალე, რომ შენ ხელშია, შენი სიტუაციებით არის გაწერილი, როგორც შეიძლება რომ შენ გინდოდეს. მოდი ნახოთ მატერიალურ თემაში. მატერიალურ თემაში მიჩვენებს, რომ გაქვს გამარჯვების მდგომარეობა, რაღაცა სირთულეების გადალახვა გექნება, გარკვეული კუთხით გადათამაშდება მათ ვისაც ვალი ჰქონდა, შესაძლებელი არის გარკვეული წილი ვალის მოიშოროთ, ესე ვიტყოდი. მეორე კატეგორიისთვის შესაძლებელია პირიქით ვალის დაბრუნებების თემა მოხდეს, მესამე კატეგორიისთვის შეიძლება იყოს, რომ რაღაც ახალი სიტუაციები გამოგცეს მატერიალური კუთხით, რაც დაგეხმარება წინსვლა და განვითარებაში, მოდი ესე ვიტყოდი, ხო? ასე რომ თელი თვე მეტად იაქტიურე, მეტად წარმოჩინე საკუთარი თავი, არ დანებდე, რაღაცა ერთხელ არ გამოგივა, მეორე ჩადე, მესამე სცადე, მეტად იაქტიურე, შენივე შრომა დაფასებული იქნება შენივე ჩართულობის ფონზე, პირდაპირ მნიშვნელობით. და რა თქმა უნდა, სამყაროსგან რჩევა თქვენთვის, შეხედეთ რა კარგად დაჯდა სიტუაციურად, აქ ნუშდაგის შეგეშინდება გარისკვის, შეგეშინდება რაღაც ახალის წამოწყების, რაღაც ახალის ცდის. თუ არ გარისკე, თუ არ სცადე სიტუაციურად შედეგს ვერ დადებ. კიდევ ერთხელ განმეორდებ, შეიძლება მაშინ არ იყოს პირველი და მეორე ცდაზე, მაგრამ მთლიანობაში შედეგი მაინც დაიდება საკმაოდ კარგი. მეტი გამბედაობა, მეტი ასე ვთქვათ, გააზრებულობა, რას როგორ აკეთებ, აქ მარტო სიტუაციურად მინდა და გავაკეთო არა, ლოგიკასაც მოუხმე პირდაპირ მნიშვნელობით, დაგეკმე სად როგორ რანაირად რას გააკეთებ და საკმაოდ კარგ შედეგებზე გახვალ. საკმაოდ კარგი პერიოდი გეწყება თუ კი გარისკა. ასეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაციები, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას. ნახვამდის.